მეგობრებო, დღეს გერით გულწრფელი მიმოხილა ცნობილი მაღაზიის ორი ნაბიჯის ნახევარფაბრიკატებზე. ხინკალი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი კერძია, მაგრამ ყოველთვის თუ ამართლებს მაღაზიაში ნაყიდი ვერსიები მოლოდინს. მოდით, შევამოწმოთ. მანამდე კი დაალაიქეთ, თუ თქვენც გიყვართ ხინკალი და კომენტარებში დაწერეთ. რომელი ბრენდები გაგისინჯავთ, მიუახლოვდით ნახევარფაბრიკატების მაცივარს, ავირჩიეთ, რომ მთელი 4-9 ლარად ღირებული ხინკლის შეფუთვა და გავემართეთ სალაროსკენ. სწრაფი და მოსახერხებელია, როგორც გვიყვარს. სახლში კი ჩვენს სახლსაც კი დაინტერესა სუმმა. აბა მოვამზადოთ, წყალი ცეცხლზე შევდგით. გავხსენით ახალი პაკეტი, კინძმარილი, ეს განსაკუთრებული სანელებლების ნარევია, რომელიც ხინკლის ბულიონს და უიწყარ გემოს აძლევს. ფილტრის პაკეტში უკვე არის მსხვილი მარილი, კიმწი, დაფნის ფოთოლი, არომატული და შავი პილპილი, იდეალური კომბინაცია ხინკლისთვის, როგორც კი წყალი ადუღდა. ხინკალი ჩაუშვით ქვაბში. ნაზად აურიეთ და დაველოდეთ. გარეგნულად ლამაზია, მაგრამ ერთის სამწუხაროდ გაიხა. ახლა კი გემოს ვამოწმებთ, ცომი ძალიან უხეში აღმოჩნდა, მაქსიმუმ 2 ქულა 5-დან. შიგთავსი უგემურია, წვენი თითქმის არ აქვს და კინძმარილის გარეშე ეს კერძი სრულიად უგემური იქნებოდა. შეფუთვაში ერთი დაზიანებული ხინკალიც აღმოვაჩინეთ. საბოლოო შეფასება 8 ლარი ისეთ პროდუქტში, რომელიც თავის ფასს ვერ ამართლებს. ნახევარფაბრიკატების არჩევა მარტივი არ არის, მაგრამ არსებობს ხერხი, რომ მათი გემო გაუმჯობესდეს. კინძმარილი ნამდვილი აღმოჩენაა მათთვის. ვისაც მდიდარი არომატი და გემო უყვარს. დაამატეთ ეს სანელებლების ნარევი ხინკლის მოხარშვისას და მაშინაც კი, თუ პროდუქტი საუკეთესო არ აღმოჩნდება, მისი გემო ბევრად უკეთესი გახდება. მეგობრებო, თქვენ რომელი ხინკლები მოგწონთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი ფავორიტები. გამოიწერეთ გვერდი. თუ გინდათ მეტი გულწრფელი მიმოხილა და ნუ დაივიწყებთ ამ ვიდეოს მეგობრებისთვის გაზიარებას, მათაც უნდა იცოდნენ, რას უნდა მიაქციონ ყურადღება.